სან დიეგოში. ზიანი არ არის ცოტა, მაგრამ არა უფრო კაი ძია მაინც ჩვენთვის. ამბოქი სენჩი ვართ ახლა. ბიზნესის დრის გამო ჩამოვეთა ხალის. ბიზნესის შენზენი გავაკეთეთ. კი. ჩვენი მანქანა ცოტა იქით არის. მანქანა ცოტა გავაკეთეთ. და ხა ვაგვარებ დოკუმენტებს, აგი იქ აგვარებენ დოკუმენტებს ყველაფერს ეს არის. ჩვენი პარტნიორები აგვარებენ ყველაფერს. სიახლე არის ის რომ მე შეიძლება გავაწყოთ ხოლმე ჩვენ მარტო გაკეთება იქ მინდოდა, მაგრამ აქ ხალხი გავიცანით, ვინც გვეხმარებიან რაღაცეებში. ხო და გათვალიერებთ ხა. წავიდეთ. არა ეს მაგარი ფერია რა. ხო არ ვიყიდოთ ე. მამალში. ესეთი მოგვიწევს სპაიდერთან მოუკანეოს, სპაიდერი მოგვიწევს აუცილებლად. ჩვენ მაკლარენის გაშვება მოგვიწევს, ანუ? კი. შენი. აგერათ ბევრი მაკლარენი წამერთ როლს როისი ნახოთ. ესეთი ამ მანქანაზე იმას ვიტყვი, რომ ეს არის ძალიან კარგი მანქანა, ანუ კაი საოჯახოა რო ვიტყვიან, მაგრამ ფას არის ძალიან ძვირი. ეს არის $700 არა? მართლა, მე 9 მილიონი. თავის სტრიმები და რაღაცა დამატებითი რაღაცა ოფშენები. მოკლედ $9 მილიონი გიგდია, შეგიძლია იყიდო და როგორც კივე, აი ამერიკაში ესა ყველაზე ნაღდი. როგორც კი აიქთან გაიყვან, ალბათ 10-დან 15% ეგრევე, всё. წყალს აქვს წაღებული რა, ეგრე, იმიტომ რომ არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ ბრიტანულ მანქანებს ესეთი თემაში არიან, რომ ძალიან ფასი ძალიან მაგრამ უვარდებათ. ამიტომაც მანქანებს რო ყიდულობ ყოველთვის შეეცადეთ რომ არჩიოთ სწორი მანქანა. აი ესეც იგივე არის სპექტრა. ხო, მაგრამ აი ნახე, აი ვირჩობია ხო მართლა? დავაგეთ ხოლმე. Hey, you guys have any Lamborghini t-shirts? ეს ჩემი და იმას ქნეს სახია. გამოგატავეთ იმ არც პასუხიც არ გამცა. აი ეს ქალი მოდის. ვინ? There's a gift shop here. შეძაგატავეს. ნახე. Emblem of ecstasy. ნუ მოკლედ ხა ეს დაახლოებით 1 საათი ოპერაცია ყავთ და ამთავრებენ სამწუთში პარტნიორები. ნუ ჩვენ კი დავგვიძიოთ ეს მაგალითად შევხედრაც ვიყიდეთ. არ მოწოს ახალობა არა. და უსწაული ხალხი არიან. მიყოძო უფრო კაი ხალხი არა, რაღაც აი. ამის ვერ აფასებ უკვე. პარტნიორი ხალხი არა, არ მოწოს აქ რა. ხოლმე მაგას აფასებ ხალხი. აი ამას შეგოსავს მარტივ ხო? თავის მაგას. ძალიან ძმარის მარტივ ყველაფერს რომ აგვარებს ხოლმე ყველაფერს და ცნაზე ავეთ 2000 დოლარის საჩუქრები არ მოგცა იმიდან შოპიდან რა. მოკლედ აგი აქ მაკლარენის აქ არის ეს ნაყიდი გვაქვს უკვე, ამიტომ დავხურეთ უკვე მაკლარენის თემა. არაფერს არ აღწევდა და ეხა მოკლედ არის ეს ძალიან ლამაზი მანქანა. What's up? It's called Georgian Brothers. Yeah. Rasgazgai მაინც ქართულად და ყველაფერი. ჩვენი ახალი ფანები. გავაზრეთ აქ. ქართულად და მაინც ყველაფერი. ეხა რასაც ხედავთ ხალხო. ეს არის კომპანიის ახალი შეანძენი. ანუ ამ მანქანას ზოგადად ეხა ის მასაც ვთქვი, ანუ არანაირი წარგენა არ ჭირდება, ყველაფერს რაც არის ეს მანქანა. წითელი ხარი. ხო, არ დავიწყეთ. ყვითელი ხარი. მატორი რაღაცა ისეთი არაფერი. გაიგდება შენ რომ ამას ამატორია პარამეტრები. მაგრამ ხო მოკლედ ნუ ესეთი მანქანა გვინდოდა. როგორც წინა ვიდეოებში ლაპარაკობდი, ყოველთვის იყო ჩვენი ოცნება რომ ყვითელი Lamborghini გვეყიდა. ეს ოცნებაც ავისრულეთ რა. დაბურული როა, მაგრამ ეს ძალიან. კი, დავი შეიძლება თუ გავაღოთ ვანახოთ. შეიძლება. აი ესეთი არის შეგინდა. ზემო მანქანა. ყვითელი სტიჩინგით ესე ვთქვათ, ტყავის სავარძელი მანაჯერი გაუწმენიათ რა, რატო არ ვიცი. ნუ როგორც მინდა გამომდინარე რა ეს სერვისს გვთავაზობენ, ალბათ არ გაწმინდა ვარ. ძალიან ცუდი სერვისია. აი ესე ის თქვი რომ Ranger რა მაგარ ვიძი არის, პოსტო უყურეთ შენ. ეს ძალიან მაგარი არის მოკრა. გარაუშვ. სერვისი მე საწყლო ხომ მანქანებს ან საწყლო ხომ მანქანებს აქა ამათ სერვისი აი ახლოს ვერ მოვა. აი სიგათა ითხრა ამათთან მეოჯერ თუ მანქანა რაღაცა ესე დიელში აყავთ მანქანა რაღაცა ისა ეს სასწაულობაში არ ჩამოვა ალბათ, არც საჩუქრების მაღაზია არა, არც ყავა არა, თოფასტა იყო, არც სერვისი არ უყურე. აფეო არ უყურეთ საერთოდ. კი, ეგრე არის რა. ხო, საწყენია, მაგრამ ეს ფეხებზე კიდი ხარ, ანუ სამჯერ გითხეთ რაღაცა.
და არ ზავიბროს პასუხი რა. ხა შენ ხა გაბრაზებ ხა დაგაიგნო. დამაიგნოს თქო. ანუ იმასაც ვიტყვი ხა რომ ამჟამად ამერიკაში ეკონომიკა ძალიან უცნაურად არის რა ეხა ყველა ალბათ იცით სიახლეებს იმაში რაც ხდება აქ ამერიკაში და ამიტომაც ეხა არავის არ ცალია ესეთი მანქანებისთვის რომ წავიდნენ და იიყიდონ ყველა ფულს ინახავს და რაღაც სხვა რაღაც შეელოდება და ამიტომაც ორიგინალი ფასი რაც იყო ამ მანქანის შევძელდა დავაკრებინეთ ანუ კარგ ფასში ავიღეთ ეს მანქანა იმიტომ რომ თვითონაც იცია რომ ეხა ისეთი დრო არის ვერ ყიდიან ვერაფერს ისე როგორც სიტყვაზე ზაფხულში რო ყიდიან რაღაც ეკონომიკა სხვანაირად რო იყო და ამიტომაც კარგ ფასში ავიღეთ ეს მანქანა ძალიან გასახარებელია იმიტომ ძალიან მევაჭრეთ ამისთან ფასის მანქანაზე ანუ რაღაც ანუ $1000-2000 განსხვავება არ არის, უფრო დიდი ის არის რა. დიდი მარჯინებია რა. ნუ ეს მანქანა $20,000 დაბლა წამოვიყვანში ვიყიეთ მოკლედ და ძალიან გასახარებელი არის რა და ასევე კიდე იმასაც ვიტყვი რომ არ შეიძლება ამის სამანქანის ყიდვის მე ეს ცუდ ხასიათზე არ უნდა იყოს ადამიანი უნდა იყოს კარგ ხასიათზე და ამის რაღაც მე როგორ უნდა და ადამიანი ცუდ ხასიათზე დიდი მადლობა მინდა უთხრა ჩვენ პარტნიორებს და ჩვენი ხედვების ესმის ჯერ გამოვავლეთ ვინები არიან ძალიან კარგი ადამიანები არიან ვინც გვერდში ვიდგან ამჯერ და ესმის ჩვენი ხედვა ამიტომ რჩევა რა იქნება ჩემო კარგო შაკო ხალხისთვის შევა ის იქნება რომ არასდროს არ მოგეიდოს რომ სხვას გაუზე რომ შენი იდეა ყოს სწორ ხალხს იმას დავამატები კიდე რომ ყოველთვის ეცადეთ რომ არასდროს თქვენთვის ლიმიტაცია არ მიცეთ და ყოველთვის იბრძოლოთ თქვენი გეგმებისთვის და მიზნებისთვის იმიტომ რომ ჩვენი ოცნება ყოველთვის ეს მანქანა იყო ანუ ბავშვობიდან ეს არა რომ ჰურიკანიო მაგრამ ეს ფერი ემთხვევა და ემბლემა ემთხვევა რა გინდა რა და ყოველთვის უნდა რაღაცა ისეთი ბიზნესი დავიწყო რაშიც მანქანები იქნებოდა ჩართული და ამიტომ ნახე სად გახარ ხა აგე აქ და ნახე აი აქ ნახე ყო ხა მივაახლოვოთ გაიწია რა წერია გითხარი ქართულად ცხოვრება არის გაზომილი მიღწევებში და არა მარტო წლებში შეიძლება ვიყო ხა 25 წლის და ცხოვრობ ისე უბალოთ რომ არაფერი ანუ რა შემეძლო დავშენიყავი საქართველოში თქვა და ჩამოსულიყავი მესწავლებლად და რისკები არ ამეღო რა მას არ ვიქნებოდი არც ვიცი მაგრამ უბრალოდ ვიცოდი რომ მე ჩემს წარმატებული ვიქნებოდი და ყოველთვის მივახცევით რაღაცას და მაგისთვის ვიბრძვით დღე და ღამე ყოველთვის რომ აი ჩვენ ცხოვრება იზომება მიღწევით და არა წლებით შეიძლება რაღაცას აკეთებდე რაღაცა ბევრი წელი მაგრამ თუ პროგრესი არ არის მნიშვნელობა არ ექნება მაგას რა თავარია შედეგის დადო ეგეც არის ხა სიტყვაზე აქედან თუ 10 წელი გავიდა და ისე სიტუაციაში ხარ ადამიანი ცუდი არის რა ანუ იმიტომ რომ უნდა ყოველთვის პროგრესირებაზე იყო ფოკუსირებული და ჩვენთვისაც ეგაა ყველაზე მთავარი და იმასაც ვიტყვი რომ აი ამ პარტნიორშიპს და იმასაც შევეხები რომ ყოველთვის ჩვენ რასაც ვაკეთებთ გავაკეთოთ მარტო მე და შაკო მაგრამ ისეთი ამბავი იყო რომ ხალხი ვისაც ჩვენ დავიჭერთ საქმე ანუ ჩვენზე ასაკით ბევრადიდები არიან მაგრამ ყველაზე ის გამიხადა რომ ჩვენი აზრი გაითვალისწინეს და ამ ბიზნესთან დაკავშირებით ისე გვექცევენ როგორც პარტნიორები და არა როგორც ბავშვები რა იმიტომ რომ შეიძლება იყოს ზოგადად სიტუაცია ხომ ხანახან რომ რაღაცა აი მაგაი ჩემზე ასაკით უფროსია ვინმე ანუ ეგრევე ბავშვით მოგეწეს და იმას არ უყურს შენ გამოსილებას და რაღაცას ამ ხალხთან ეგ იმიტომ მომეწონა რომ ანუ ვიყობ როგორც პარტნიორები და არა ბავშვები და არ უყურებ ჩვენ ასაკს იმიტომ რომ ეხლა მე 23-ისა და შაკო 25-ის არის გავხდი ეხლა დღის ეხლა თქვა დავალების დღე და ეგაა რა ძალიან მშვენიერი არის ცოტა მოღრუბლული ამინდი კი არის მაგრამ ეგ არა უხსოვს ეგ მაინც ხასიათს ვერ გაგიფუჭას რა მაგრამ ამ მანქანის ფონზე მე გამოიყურება მაგრამ მე შეხედე ამ მანქანის ფონზე ესე ამ მანქანის ფონზე დაგემშვიდობებით და გადახეთ შემდეგ ვიდეოებში რა და როგორი მანქანაა კი და იმასაც ვიტყვი რომ მომავალში ყველაფერს ნელ-ნელა შევესწრებით ანუ ბოლოდ ვითხოვთ იმას რომ დრო მოგვეცით რომ ნელ-ნელა იმიტომ რომ ისეც არ არის რომ მე და შაკო ვართ რაღაცა სპეციალურად YouTube-ის ვიდეოებისთვის ანუ ეგ სამსახური არ არის ჩვენ. ამას ვაკეთებთ ჩვენ ხალისის გამო და უბრალოდ თქვენ დაგანახოთ რანაირად და როგორ ცხოვრობთ ამერიკაში. უბრალოდ ვითხოვთ კიდევ ერთხელ დრო მოგვეცით რომ იმიტომ რომ ვიდეოები ჩვენს გინდა დავდოთ ისეთი რომ ხარისხიანი იყოს და არა უხარისხო რა ამიტომაც მადლობა ყველას ყურებისთვის და გვადაგებთ თვალ მომავალში.